პროტესტანტი თეოლოგები ლუთერი და კალვინი იმასაც ასწავლიდა, რომ კი მღვდელი არის უღირსი, უზნეო და ცოდვაშია. მაშინ მის მიერ აღსრულებულ საიდუმლოს, საეკლესიო მსახურებას არ აქვს ლეგიტიმურობაო, ანუ ძალმოსილება არ აქვსო. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კანონიერი ეპისკოპოსის მიერ კანონიკურად ხელდასხმული მოძღვარი სასულიერო პირი, მღვდელმსახური, როგორი უღირსიც არ უნდა იყოს, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, როგორი უზნეოც არ უნდა იყოს, ეს ჩვენ არ ვიცით, ხო უფალმა იცის, აი როგორიც არ უნდა იყოს, ვიცოდეთ, რომ მის მიერ აღსრულებული ყოველივე საიდუმლო არის ლეგიტიმური, არის ძალმოსილი და არის მაცხონებელი, გვაცხონებს, მადლს ვიღებთ მისგან. როგორიც არ უნდა იყოს ეს პიროვნება მის პირად ცხოვრებაში. როგორიც არ უნდა იყოს. მოძღვარი და მღვდელი ვიცოდეთ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო. მან მარტო ბაგეები უნდა გახსნას, ამოძრაოს, ხელები გაშალოს, დანარჩენს ყველაფერს აღასრულებს ღმერთი. ეს რას გვასწავლის, იცით? ეს გვასწავლის იმას, რომ საიდუმლოს მადლმოსილების წყარო არის არა ჩემი სათნოება, არა ჩემი სიწმინდე, ან პირიქით ჩემი უღირსება და ცოდვიანობა. ეს კი არ არის წყარო. აი ამით კი არ განისაზღვრება საიდუმლოს მადლმოსილება. მე როგორი ზნეობისა ვარ, როგორი წმინდანი ვარ, ან როგორი ცოდვილი ვარ, არა. განისაზღვრება ხელდასხმით. ვარ თუ არა მე ხელდასხმული. ეს ერთი და მეორე, თუ ვარ მე ხელდასხმული, იქ უკვე ქრება ყველანაირი ზღვარი ჩემსა და ღმერთს შორის. და მე ვხვდები ღმერთის იარაღი. ყველა მღვდელი, ყველა სასულიერო პირი, როგორი პირადი ცხოვრებაც არ უნდა გოდეს, როგორიც არ უნდა იყოს, ის ღმერთის იარაღია. ღმერთის სამოქმედო იარაღია. ამას წმინდა ივანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ყველას ღმერთი არ აკურთხებსო, მაგრამ ყველას მეშვეობით მოქმედებსო ღმერთიო. აბსოლუტურად ყველას მეშვეობით, თვით უღირსი მღვდლის მიერაც მოქმედებს ღმერთი, თუ კი ეს საჭიროა ერის ხალხის ცხონებისთვისო. და გრიგოლ ღვთისმეტყველს მოყავს ძალიან საინტერესო მაგალითი. მას მოყავს ასეთი მაგალითი, რომ არის ორი სამეფო ბეჭედი. ერთი სამეფო ბეჭედი ოქროსგანაა გაკეთებული, ლამაზია. ანუ ეს არის ღირსეული მღვდელი, წმინდა მღვდელი. და მეორე სამეფო ბეჭედი რკინისგანაა გაკეთებული, უხარისხო მდაბიო ლითონისგან. და ეს არის ამას ადარებს უღირს მღვდელს. მაგრამ ჩვენ ამ ორივე სამეფო ბეჭედს, ამ ბეჭედს თუ დავარტყავთ სანთელს, ორივე ბეჭედი ერთსა და იმავე ანაბეჭდს გააკეთებსო. ანუ ორივე ბეჭედს ერთი და იგივე შედეგი, ერთი და იგივე ნაყოფი ექნებაო. ღირსეული მღვდლის მიერ აღსრულებული საიდუმლოც მაცხონებელია და უღირსი მღვდლის მიერ აღსრულებული საიდუმლოც მაცხონებელია, მადლმოსილია. ეს ყოველივე იმას გვასწავლის, რომ საიდუმლო, საეკლესიო საიდუმლო ეს არის ობიექტური, ჩემს გარეთ არსებული რეალობა, სინამდვილე. მის ცხოველმყოფელობას არ განსაზღვრავს ჩემი სულიერი მდგომარეობა, მღვდლის სულიერი მდგომარეობა და არც მორწმუნის სულიერი მდგომარეობა. მოსახელებული ღვთისმეტყველები, ლუთერი და კალვინი, იმასაც ამბობდა, რომ საიდუმლოს მადლმოსილება დამოკიდებულია მორწმუნის, ანუ ადამიანის რწმენაზეო. თუ გწამს ის შენთვის საიდუმლოა, თუ არ აგწამს, არ არის საიდუმლო. მაგრამ კაცო, მე მწამს, რომ ის საიდუმლოა, ვიღაცას არ წამს. და ბოლოს ის საიდუმლო გამოდის თუ არ გამოდის საიდუმლო. ესე იგი, ჩემთვის საიდუმლო გამოდის, იმისთვის არაა საიდუმლო, მაგრამ თუ ჩემთვის საიდუმლო გამოდის და იმისთვის არა, მაშინ მე პრობლემა მექმნება უკვე. იმიტომ რომ არის თუ არა ეს საერთოდ საიდუმლო. აი რწმენას რაც შეეხება, ჩვენი რწმენით კი არ განისაზღვრება საიდუმლოს მადლმოსილება და ლეგიტიმურობა, არა. ჩვენი რწმენა საჭიროა იმისთვის, მონაწილეობას მივიღებთ თუ არა საიდუმლოში და რამხელა მადლს წამოვიღებთ ამ საიდუმლოდან. რწმენა აქ მოქმედებს და არა იმაში, რომ ჩემი რწმენა აღასრულებს საიდუმლოს. არა, ესეც პროტესტანტული სწავლებაა.
აი ეს დასახელებული ადამიანები ასწავლიდნენ ამას. როგორ მანქანაში, როგორ სახლში, როგორი ტელეფონიც არ უნდა გქონდეს, რა თანხაც არ უნდა ედოს სასულიერო პირს ანგარიშზე, მის მიერ აღსრულებული საიდუმლო არის აბსოლუტურად მადლმოსილი, აბსოლუტურად მაცხონებელი ადამიანისთვის, იმიტომ რომ მისით მოქმედებს ღმერთი. ეს პირადი რაც არის, თუ წარმატებულია ამ პირადში, ხო, სასულიერო პირი, ანუ სულიერად წარმატებულია, თავშეკავებულია და ასე შემდეგ, ის მადლს ამატებს. თავის მადლს ამატებს კიდე იმ მადლს, რაც ღვთისგან აქვს ბოძებული. აუცილებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ყველა ეკლესიაშია მადლი, ყველა ეკლესიაში, მაგრამ თანაბარი მადლი არსად არა, არც ერთ ეკლესიაში. თბილისში უამრავი ეკლესია, შედი ამ ეკლესიებში და ნახავ, რომ ყველგან მადლია. მაგრამ იმასაც განასხვავებ, რომ ყველგან სხვადასხვა მადლია. სხვადასხვა მადლი. ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მადლი მაგალითად ტრიალებს სიონის საკათედრო ტაძარში. მადლი დიდია. მე ადიხარ სამებაში. მაგრამ იქაც დიდი მადლია, სხვაობს სიონის სხვა, წმინდა სამების რაღაცნაირად სხვა. მე სვეტიცხოველში ჩადიხარ. ის კიდე სხვანაირი მადლია. მე შედიხარ იქ მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად სამთავროში. იქ შედიხარ, იქ კიდე უფრო სხვანაირი მადლია. არ არსებობს ეკლესია, სადაც არ იყოს მადლი, ყველგანაა მადლი. აი თუნდაც მთაში არსებული პატარა ეკვდერი, სადაც ათეული წლებია არ უწირიათ აი იმ ეკვდერში, პატარა ეკლესიაში, შეხვალ იმ პატარა ეკლესიაში, იქაც მადლია. არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც მადლი არ არის, ნაკურთხი ეკლესია. სადაც მადლი არ არის, ყველგანაა მადლი. მაგრამ ყველგან განსხვავებული მადლია. მადლის განსხვავებულობას რა განაპირობებს, ეს ცალკე თემაა. მაგრამ განსხვავებული მადლი ტრიალებს ყველა ეკლესიაში, ამას ყველა დაგვეთანხმება, დამეთანხმებით ალბათ ყველა. ასევეა და მღვდლებიც ასევე არიან სასულიერო პირებიც, რომ ყველა სასულიერო პირი არის მადლმოსილი, მადლიანი და ჩვენ როდესაც ვხედავთ მათ, ყოველთვის მოკრძალებით ვართ, ყოველთვის დალოცვას გამოვითხოვთ. მაგრამ ყველა სასულიერო პირს სხვადასხვა მადლი აქვს, სხვადასხვა მადლის მატარებელია. და აი ეს მადლი უკვე, რომელიც ჯერ ერთი ის მადლი, ანუ ნახეთ, სასულიერო ერთი, რაც ხელდასხმიდან იღებენ სასულიერო პირობის მადლს, ანუ მღვდელმოქმედების მადლს და ეს ის მადლია წარუვალი, აუხოცებელი, რაც არასოდეს წაერთმევა მას, როგორი ცხოვრებითაც არ უნდა იცხოვროს და მის მიერ აღსრულებული საიდუმლო არის ლეგიტიმური, ძალმოსილი, მაცხონებელი, ანუ მაგალითად აღასრულებს ნათლობას, ის ნათლობა არის ნათლობა და აღარ შეიძლება ოდესმე მოინათლოს. ლეგიტიმურია, მადლმოსილია, მაცხონებელია. მაგრამ აქვს კიდე ყველა სასულიერო პირს აქვს კიდე თავისი პირადი მადლიც, რომელიც ემატება აი მადლს. ის პირადი მადლი, კერძო მადლი, ასე ვთქვათ, ჭალებში დავარქვათ, კერძო მადლი, უკვე ცალკეულ ეს მარტო სასულიერო პირებს არა, ყველა ცალკეულ ადამიანს აქვს ეს კერძო მადლი, ხო? აი ეს კერძო მადლი უკვე ჩვენ ცალკეულმა, ჩვენთაგანმა, ჩვენი შრომით, ჩვენი ასკეზათით, ჩვენი ბრძოლით და წვალებით უნდა გავიმდიდროთ. ამიტომ არა, ჩვენი უწმინდესი ასეთი მადლიანი იყო, იმიტომ რომ ის პირადი ღვაწლით მიიღო ის მადლი. ჩვენი უწმინდესი ილია მეორე, პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი ილია მეორე მადლიანი იყო, მაგრამ ეს მადლი უწმინდესმა იმიტომ კი არ მიიღო, რომ კათოლიკოს პატრიარქის ხარისხი ქონდა. არა, ხარისხი არ იძლევა არანაირ მადლს, ეს უბრალოდ წოდება. იმიტომ რომ მას ქონდა პირადი ღვაწლი. პირადი ღვაწლით მიიღო ის კერძო მადლი და ამიტომაც ის შეუერთდა ამას და გარდაამეტა. ამიტომაც ასხივებდა ამხელა სიყვარულს, ასხივებდა ამხელა მადლს, ამხელა სინათლეს ასხივებდა ამიტომ. და მე ყოველთვის ვუყურებ, მე პირადად ყოველთვის ვუყურებ, აი მის კერძო მადლს არ უყურებ, არამედ უყურებ მის სასულიერო პირობის მადლს. და ამიტომაც ვამბობთ, რომ მისი აი ეს ხელდასხმაში მიღებული მადლი არის ლეგიტიმური, არის მადლმოსილი და მაცხონებელი. და ჩვენ მორწმუნეებმა სწორედ ამას უნდა უყუროთ.
ის ჩვენ გვაძლევს იმას, რაც ჩვენი ცხონებისთვის არის საჭირო და რა არის ჩვენი ცხონებისთვის საჭირო? აღსარების საიდუმლოს მადლი, ზიარების საიდუმლოს მადლი, საეკლესიო საიდუმლოებები აღასრულოს და მასში მსახურებები აღასრულოს და მასში მონაწილეობა მივიღოთ და იქიდან მივიღოთ მადლი, ამას აკეთებს და ლეგიტიმურია რო აკეთებს და გვასწავლის მართლმადიდებლობა და ეკლესია რო კი ლეგიტიმურია როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ის. ამიტომ უნდა ავირჩიოთ ჩვენ არ უნდა უყურებდეთ არც ერთი ადამიანის კერძო მადლს არ უნდა უყურებდეთ. ჩვენ უნდა უყურებდეთ სასულიერო პირების შემთხვევაში ჩვენ უნდა უყურებდეთ მის სასულიერო პირობის მადლს, მღვდელმსახურების მადლს. და ამიტომაც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, თუ შენ ხედავ უღირს მღვდელს, ცოდვილ მღვდელს თუ ხედავ და შენ მიუხედავად ამისა პატივს მიაგებ მას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის ქრისტესია, ქრისტეს ეკუთვნის, ღმერთი არ დაგიკარგავს ამ პატივის მიგებას. ღმერთი არ დაგიკარგავს ამ პატივის ცემას. იმიტომ რომ შენ კი ხედავ რომ ის უღირსია, მაგრამ ქრისტეს გამო მას პატივი მიაგე, მას პატივს ცემ. და უფალი აი ამ პატივის ცემას თავისად იღებს და არ დაგიკარგავს, მოგცემს მადლს. მისი ხელით მოგცემს მადლს, მისი ხელით გაცხონებს.